მოგესალმებით საღამოს 9 საათზე დღის მთავარ თემებს ჩემს კოლეგებთან ერთად მე თამთა სანიკიძე წარმოგიდგენთ რამდენიმე წუთში თქვენ ნახავთ. გიორგი ისაკაძე ბოდიშს იხდის, რატომ დაიბარეს ბიზნესმენი მოდულის შენობაში. კომენტარი ამ თემაზე გაწევა ბანკ ქართულს ჩემი მხრიდან და ჩემთან ასოცირებული კომპანიების მხრიდან გავაკეთებ საგამოძიებო პროცედურების დასრულების შემდეგ. გამომძიებლები ყოფილ მადნეულსა და კვარციტში შევიდნენ, რას ეძებენ სამართალდამცველები კომპანიებში, რომელთა სახელები წინასაარჩევნოდ ნაციონალური მოძრაობის დაფინანსებას უკავშირდება. არც ერთი კომპანია არასოდეს არ აფინანსებდა ასეთ პოლიტიკურ პარტიას. ძალიან მალე თავად გააკეთებს საგამოძიებო დეპარტამენტი განცხადებას უკვე იმ კონკრეტული ფაქტების მიხედვით, რომელიც გამოვლინდება კვარციტსა და მადნეულში. ქიტოშვილის შეცვლილი ჩვენება სასამართლოში მოიხსნება თუ არა ირაკლი ოქრუაშვილს ჯეოსელთან დაკავშირებული ბრალდება. ეხლა მივეცი რეალური ჩვენება იმის შესახებ, რომ რა იყო რეალური გარემოებები, ან დაადასტურა რომ ზეწოლა იყო, დაასახელა კონკრეტული ადამიანები და გვარები, რომლებიც სახდნენ ზეწოლას და უარყო ირაკლი ოქრუაშვილის მონაწილეობა. ქართულს გაკოტრების საქმეზე ბიზნესმენების დაკითხვა დაიწყო. მე-7 საათია მოდულის შენობაში გიორგი ისაკაძეს კითხავენ. კომპანია ლოგოსა და ამხანაგობა თეთრი სახლის დამფუძნებელი ბანკის მიმართ თავს ნაწილობრივ დამნაშავედ მიიჩნევს. ქართულს ყოფილ და ამჟამინდელ დამფუძნებლებს ბოდიშს უხდის და მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2 კვირის წინ გამოქვეყნებული სქემის მიხედვით ისაკაძე ერთ-ერთია იმ 5 ბიზნესმენს შორის, რომლებმაც გამოძიების ვერსიით ყოფილი მაღალჩინოსნების დაკვეთით ბანკ ქართულს ხელოვნურად ლიკვიდაციის პროცესში მონაწილეობა მიიღეს. ზვიად ხუჯაძე მუშაობს მოდულის შენობასთან და ის ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვართვება. ზვიად დასრულდა თუ არა დაკითხვის პროცესი და ასევე რა წერია განცხადებაში, რომელიც ისაკაძე მოდულში შესვლის წინ გააქცევა. დიახ, თამთა უკვე 6 საათზე მეტია გიორგი ისაკაძე მოდულის შენობაში დაკითხვაზე იმყოფება. დაკითხვა, როგორც მან განაცხადა, დაკითხვის თემა არის ქართულ ბანკთან დაკავშირებული და ფინანსური მაქინაციები, სქემა, რომელიც შემუშავებული იყო, როგორც აცხადებს გიორგი ისაკაძე, სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული 2 კომპანიის ეს გახლავთ ლოგოსისა და ამხანაგობა თეთრი სახლი, რომელიც დაფუძნებელიც გახლავთ გიორგი ისაკაძე, გაკოტრების საკითხზე. გიორგი ისაკაძე უკვე 6 საათზე მეტია კიდევ ახლა შეგახსენებთ იმყოფება მოდულის შენობაში და მიმდინარეობს მისი დაკითხვა. ჩვენ შეგვიძლია ხა პირდაპირ ეთერში მოვისმინოთ გიორგი ისაკაძის კომენტარი, რომელიც მან დაკითხვის წინ ჟურნალისტებთან გააკეთა. მე მაწუხებს ის რაც იყო, თუნდაც აქ შემოსვლის წინ უყურე ტელევიზორში. და გამოვიდა ერთი ბიზნესმენი და შედის დაკითხვაზე და იძახის, რომ მე იქ შევდივარ როგორც ბიზნესმენი, მაგრამ იქიდან რო აღმოვალ აღარ ვიქნები ბიზნესმენი. პირდაპირ პროკურატურას, რომ თუ არ დამიჭერენ, მე აღარ ვიქნები ბიზნესმენი. დიახ, ისაკაძის დაკითხვას დღეს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტიც მიხეილ სააკაშვილი სტუდენტებთან შეხვედრისას და მან კომენტარი გააკეთა გიორგი ისაკაძის დაკავებასთან დაკავშირებით. აქვე ჩვენ შეგვიძლია გაგაცნოთ განცხადება, რომელიც დღეს გიორგი ისაკაძემ მოდულის შენობაში შესვლის წინ მედიისთვის გააკეთა. ეს არის 3-პუნქტიანი განცხადება და მასში პირველი პუნქტი არის ესეთი: მიუხედავად იმისა, რომ მიმაჩნია ჩემთან ასოცირებული კომპანიების შემთხვევა თვისობრივად განსხვავებულია კლასიკური სქემისაგან, რაც განხორციელდა ბანკებთან მიმართებაში, მე მაინც გარკვეული დანაშაული მიმიძღვის ბანკი ქართულს წინაშე და მზად ვარ ამის გამო პასუხი ვაგო და აქვე გიორგი ისაკაძე ბოდიშსაც მოიხდის ქართულ ბანკისა და საზოგადოების წინაშე და დირექტორატის წინაშე ნებსი თუ უნებლიეთ შექმნილი პრობლემების გამო. ხოლო მეორე პუნქტი განცხადებისა გახლავთ ის, რომ გიორგი ისაკაძე მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ბანკ ქართულს, რომ უახლოეს დღეებში გამოასწორონ გამოძიების დასრულებამდე ნებსი თუ უნებლიეთ დაშვებული შეცდომა ჩემი დანაშაულებრივი სქემაში მონაწილეობის გამოცხადების შესახებ, რომელიც მე შეგახსენებთ რამდენიმე დღის წინ გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რითაც უხეშად დაირღვა აცხადებს გიორგი ისაკაძე, როგორც უდანაშაულობის პრეზუმპცია, ასევე მოხდა ჩემი როგორც ბიზნესმენის შერჩევითი პრინციპით გაუგებარი იარლიყების მიკერება. მადლობთ ზვიად, ეს იყო პირდაპირ ჩართვა მოდულის შენობიდან და ზვიად ხუჯაძე. ახლა კი კომენტარი, რომელიც ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ გავიდა ეთერში. ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ რა თქვა გიორგი ისაკაძემ დაკითხვაზე შესვლის წინ. ვაფიქსირებ მხოლოდ ერთს, რომ ანტიკორუფციულ დეპარტამენტში შევდივარ როგორც ბიზნესმენი, მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებ იქიდან როგორც ბიზნესმენი გამოსვლას. მიზეზი ამ ყველაფრის ახსნილი მექნება განცხადებაში, რომელსაც თქვენთან დავტოვებ.
რაც შეეხება დანარჩენს, ყველა სხვა კომენტარი ამ თემაზე, რაც ეხება ბანკ ქართულს, ჩემი მხრიდან და ჩემთან ასოცირებული კომპანიების მხრიდან, გავაკეთებ საგამოძიებო პროცედურების დასრულების შემდეგ. გამოძიების შეკითხვებს უპასუხა მამუკა ახვლედიანმა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ცოტა ხნის წინ დატოვა. მერის ყოფილი მოადგილის დაკითხვა ხვალისთვის გადადეს. ახვლედიანისგან რიყის გასხვისება გამოსყიდვის საქმის დეტალები აინტერესებთ. საუბარია 2006 წელს მომხდარ გარიგებაზე. მაშინ მერიამ რიყეს შეპესე ახალ რიყეზე $7 მილიონ გაასხვისა. 2 წლის შემდეგ კი ტერიტორია $17 მილიონ გამოისყიდა. თან ისე რომ ინვესტორს კონტრაქტით ნაკისრი არც ერთი ვალდებულება შესრულებული არ ჰქონდა. ნოდარ ჩაჩუა ჩაგორთება ახლა საგამოძიებო სამსახურიდან პირდაპირ ეთერში ნოდა რა თქვა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ შენობიდან გამოსვლის შემდეგ. დიახთამთა ერთი შესწორება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გარდა მამუკა ახვლედიანმა გუშინ შეითავსა თბილისის მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობას და იგი ახლა ორ თანამდებობას იკავებს. მან დიახსულ ცოტა ხნის წინ დატოვა საგამოძიებო უწყება და კომენტარი გააკეთა ქართული მედიის წარმომადგენლებისთვის. როგორც მან აღნიშნა, იგი მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან, თავად დაკითხვის პროცესი ხვალისთვის გადაიდო. დღეს ყველა კითხვაზე მან პასუხი გაცა და ძირითადად ეხებოდა კითხვები რიყის თემას. მამუკა ახვლედიანის მსგავსად ფიქრობენ მისი მეგობრებიც, რომლებიც აქ საგამოძიებო უწყებასთან იყვნენ შეკრებილები და მამუკა ახვლედიანის დაახლოებით 9 საათიან დაკითხვას ელოდებოდნენ, როგორც ისინი ამბობენ, თავარი მოტივი ამ დაკითხვებისა და გამოძიებების არის პოლიტიკური სარჩული და პროკურატურას და საგამოძიებო უწყებების და ხელისუფლების ახალი ხელისუფლების სურვილია დაიშალოს საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც უმრავლესობა უკავია. მნიშვნელოვანი არის შემდეგი საკითხი, რომ ყველა კითხვას გაეცეს სამომწურავი პასუხი, ყველაფერი იყოს ნათელი საზოგადოებისათვის და მთავარია ის, რომ ჩვენ ფუნქციონირება გავაგრძელოთ, ნორმალური მუშაობა გააგრძელოს თბილისის საკრებულო. არის რაღაც სხვა რიტორიკა, მე არ ვიცი ახლა უბრალოდ გამოძიების ფაქტები, მაგრამ ვფიქრობ თბილისის საკრებულოში ჩვენ გვაქვს უმრავლესობა შენარჩუნებული და არის ყველანაირი რესურსებით ვცდილობა იმის, რომ უმრავლესობა დაიშალოს. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ იქიდან გამომდინარე, რომ კითხვებზე პასუხის გაცემა მას არავინ არასდროს არ გაურბის, რომ ნებისმიერმა ადამიანმა იცოდეს სიმართლე რა მოხდა. დღეს ასევე კომენტარი გააკეთა თბილისის მერმას მამუკა ახვლედიანის დაკითხვასთან დაკავშირებით გიგი უგულავას პოლიტიკურ სართულს ხედავს ამ დაკითხვებში და აცხადებს, რომ მათი მთავარი მიზანი სწორედ ნაციონალური მოძრაობაზე ზეწოლაა, როგორც ოპოზიციურ პარტიაზე. თუ ეს ემსახურება იმას, რომ პოლიტიკური ოპონენტები გაანადგუროს არსებულმა ხელისუფლებამ, მაშინ ეს ძალიან უნიჭო მცდელობა. მინდა გითხრათ, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით საკმაოდ მძიმე სურათი გვაქვს ბოლო 2 თვის განმავლობაში და პროგნოზიც არ არის ახარბიელო. ბიუჯეტს პრობლემები აქვს, ეკონომიკას პრობლემები აქვს, ამიტომ მე ვისურვებდი, რომ მთავრობა უფრო დაკავდეს ამ საკითხით. დღის განმავლობაში დღესვე განცხადება გაავრცელა თავად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმაც, რომელშიც არის მოყვანილი გამოძიების მტკიცებით არის მოყვანილი თამთა სწორედ ის სქემა, რომელიც შენ უკვე აღნიშნე და საუბარია 7 მილიონ 2006 წელს $7 მილიონ გაყიდულ რიყის პარკზე. მაშინ თბილისის მერიამ კერძო კომპანიაზე გაყიდა რიყის პარკის საკმაოდ დიდი ტერიტორია, დაახლოებით 40,000 კვადრატულზე მეტრი, იმ პირობით, რომ კერძო კომპანიას უნდა შეესრულებინა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, თუმცა 2 წლის შემდეგ ჯერ კიდევ არ ჰქონდა ამ კომპანიას დაწყებული ეს ინფრასტრუქტურული სამუშაოები. თბილისის მერიამ ბიუჯეტით ფულით 7 მილიონად გაყიდული ქონება უკან 17 მილიონად გამოისყიდა. ეს არის განცხადება, რომელიც გაავრცელა დღეს საგამოძიებო უწყებამ, როგორც თქვენ უკვე იცით, დაკითხვა მამუკა ახვლედიანისა ხვალ გაგრძელდება, თემა კი ისევ იგივეა, რიყის გასხვისება და რიყის პარკთან დაკავშირებული საკითხები. გმადლობთ ნოდარ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან ნოდარ ჩაჩუა საუბრობდა პირდაპირ ეთერში მამუკა ახვლედიანის დაკითხვის საქმეზე. გამოძიება დაიწყო ყოფილ მადნეულსა და კვარციტში ძდილიდან RMG კოპერისა და RMG Gold-ის შენობებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები არიან შესულები. ხადურის უწყებას ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებია, თუმცა წინასწარი ცნობით გამომძიებლები საწარმოების ფინანსურ დოკუმენტაციას სწავლობენ. ადგილზევე იკითხებიან თანამშრომლებიც. შეგახსენებთ, რომ ყოფილი მადნეულისა და კვარციტის ერთ-ერთი მეწილე ბიზნესმენი კობა ნაყოფიას ოჯახია. ჩვენი გადამღები ჯგუფი ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ქვემო ქართლიდან. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური საქართველოში ფერადი ლითონის მომპოვებელი კომპანიების საქმიანობით ინტერესდება. ყოფილი კვარციტისა და მადნეულის ტერიტორიაზე გამომძიებლები დღეს დილის 11 საათზე გამოჩნდნენ.
რა დოკუმენტაცია მოიღეს თუ არის ცნობილი? ამოღები ჯერ არაფერი არ ამოღიათ. დაკითხეს თქვენ. რას ქვია დაკითხეს? ციხეში კი არა გამიშვი გულმახარ. პრეზიდენტში თანამშრომლებს კითხავენ, იქ ანუ რაღაც კითხვები აქვს თანამშრომლებს. დაკითხვის გავსი არაფერი არ ყოფილა. შეკითხვები არა აქვს. ნუ შეკითხვები ეს რა არის, ნუ რას რა ფასეულობა გააჩნია ძვირია იაფი. მადნეუს და კვარციც 2012 წლის გაზაფხულიდან ახალი მფლობელები ხავს. RNG Gold და RMG Copper. მათი წარმომადგენელი ფინანსთა სამინისტროს მიერ არაგეგმიური შემოწმების ფაქტს დღესვე გამოიხმაურა. ლაშა ახალაძის განცხადებით საგამოძიებო სამსახური 2005 წლიდან დღემდე არსებული დოკუმენტაციის ამოღებას გეგმავს. კომპანიის აქციონერები არიან უცხოელები, რომელთაც კომპანია შეიძინეს მიმდინარე წლის ივნისის თვეში დასრულდა ეს ასე ვთქვათ ტრანზაქცია. არც ერთი კომპანია არასოდეს არ აფინანსებდა ასეთ პოლიტიკურ პარტიას და ფანის შემოწმება ძალიან ასე ვთქვათ აქტიურად შეიძლება. დღესვე ცნობილი ხდება, რომ საგამოძიებო სამსახური კომპანია მინორითის საქმიანობასაც ეცნობა. აღნიშნული კომპანია დეპუტატ კობა ნაყოფიას ოჯახს ეკუთვნის. ელოდებით თუ არა თქვენც რო დაგიბარონ დაკითხვაზე ამ ფაქტთან დაკავშირებით. მე მაგაზე ვერაფერს ვერ გიპასუხებ, მე არ ვიცი რა შეიძლება იყოს. ამიტომ წინასწარ ამის თქმა ალბათ გამიჩნდება. კაზრეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დღეს ფინანსთა მინისტრსაც მოუწია განმარტების გაკეთება. ნოდარ ხადური ლითონის მომპოვებელ მსხვილ კომპანიებში ფინანსურ დარღვევებს არ გამორიცხავს. ძალიან ბევრი კითხვაა ზოგადად და სწორედ ამიტომ საგამოძიებო სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება და დაწყებულია მოკვლევა მათ შორის გადასახადებთან მიმართებაში. და მე ვფიქრობ, რომ ძალიან მალე თავად გააკეთებს საგამოძიებო დეპარტამენტი განცხადებას უკვე იმ კონკრეტული ფაქტების მიხედვით, რომელიც გამოვლინდება კვარციცსა და მადნეულში. გარკვეული ტიპის ინფორმაციები არსებობს და ხდება მისი გადაჭრა. კაზრეთში საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ამ დრომდე რჩებიან. ირაკლი ოქრუაშვილს შესაძლოა ერთ-ერთი ბრალდება მოეხსნას. თავდაცვის ყოფილი მინისტრის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება, რომელიც 10 იანვარს გახდება ცნობილი. მოსამართლემ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ყოფილი თავმჯდომარის შეცვლილი ჩვენება უნდა გაითვალისწინოს. 5 წლის შემდეგ პირველად დიმიტრი ქიტოშვილმა დუმილი დაარღვია და დღეს სასამართლოს ხტომაზე საჯაროდ თქვა, რომ 2007 წელს ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება ზეწოლის შედეგად მისცა. საქმე ეხება კომპანია ჯეოსელის წილს, რომელიც ბრალდების მხარის მტკიცებით თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ქიტოშვილის დახმარებით ბიზნესმენს იძულებით დაათმობინა. ზურაბადეიშვილი დათა ახალაია დავით ჭაკუა და დავით ქარცელაძე. ყოფილი მაღალჩინოსნების გვარები დიმიტრი ქიტოშვილმა საჯარო აღიარების შემდეგ დღეს სააპელაციო სასამართლოში დაასახელა. კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის ყოფილმა ხელმძღვანელმა პროცესზე დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას სწორედ ისინი აიძულებდნენ. ეხლა მივეცი რეალური ჩვენება იმის შესახებ, რომ რა იყო რეალური გარემოებები, ანუ მას შემდეგ რაც შეიცვალა ხელისუფლება და ის პირები, რომლებიც მას მოახდინეს ჩემი დაკავება, რომლებიც შემდეგ ახდენდეს ზეწოლას ჩემზე და ჩემს ოჯახზე და ასე შემდეგ აღარ არიან თანამდებობის პირები, მე ამასთან დაკავშირებით მაშინვე მივმართე პროკურატურას. სახელი და გვარი ჩვენება. სახელი და გვარი ადამიანების ვინ ზეწოლას თანამდებობის პირები, სახელები და გვარები არის. ამასთან დაკავშირებით მე პროკურატურას მივმართე და განვაცხადე უკვე სხვადასხვა ტელევიზიების ეთერში, ეს იყო იმდროინდელი გენერალური პროკურორი და ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს და საჯარო სხეულების დეპარტამენტის მაღალჩინოსნები. ქიტოშვილისგან განსხვავებით ჩვენება არ შეუცვლია საქმეში დაზარალებულად ცნობილ ჯემალ სვანაძეს, რომელმაც ბრალდების მხარის ინფორმაციით კომპანია ჯეოსელის წილის 2.5% ოქრუაშვილის მოთხოვნითა და ქიტოშვილის შუამდგომლობით ბიზნესმენ გურამ გოგუაზე გადააფორმა. იგივე რაც იყო წინა პროცესზე და ამის დადასტურება გვიწევდა მეტი არა. თქვენ ადასტურებთ იმ ფაქტს, რომ ირაკლი ოქრუაშვილის იყო ჩარეული ამ საქმეში და მისი ბრალეულობა იკვეთება. თქვენ რა ჩვენება მიეცეთ? ეგ მე ინფორმაცია მქონდა ქიტოშვილისგან, ქიტოშვილიც ადასტურებდა ამას და მე სხვა საფუძვლები ამის შეცვლის დაანაც არ მქონდა. დღევანდელ პროცესზე ბრალდების კიდევ ორი მოწმე უნდა დაკითხულიყო, თუმცა პროკურორმა მათი დაკითხვა აღარ მოითხოვა. დაცვის მხარე კი ამბობს, რომ დღევანდელი ჩვენებით საქმის გარემოებები არსებითად შეიცვალა და შესაძლოა ირაკლი ოქრუაშვილს ქრთამის აღების ბრალდება მოეხსნას. დღევანდელ სასამართლოს ხტომაზე ფაქტიურად ბრალდება გაბათილდა მთლიანად. ერთი ბატონმა ქიტოშვილმა გააკეთა ჩვენება, რომლის მიხედვითაც მან დაადასტურა, რომ ზეწოლა იყო, დაასახელა კონკრეტული ადამიანები და გვარები, რომლებიც ახდენდნენ ზეწოლას და უარყო ირაკლი ოქრუაშვილის მონაწილეობა. მეორე
პროცესზე გამოაჩნდა, რომ ვითომდა დაზარალებულ სვანიძეს არავითარი შეხება საქმესთან არ აქვს, იმიტომ რომ არანაირი იურიდიული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სვანიძის მიერ წილების ფლობას საქმეში არ არის. შევაფასებ დღევანდელ პროცესს და მე მივიღეთ გადაწყვეტილება. აღნიშნულ საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა და უსწრებლად აქვს შეფარდებული. გააუქმებს თუ არა სააპელაციო სასამართლო ამ გადაწყვეტილებას 10 იანვარს გახდება ცნობილი. დენის ტარიფი უკვე შემცირებულია ცოტა ხნის წინ სამეკმა თელოსისა და ენერგოპრო ჯორჯიას მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის გადასახადი დაწია. ანუ ძალაში შევიდა დროებითი მემორანდუმი, რომელიც სახელმწიფოსა და ენერგოკომპანიებს შორის გაფორმდა. კერძოდ, 1 იანვრიდან 1 აპრილამდე მოქალაქეები, რომლებიც 100 კილოვატამდე დენს მოიხმარენ, 27%-ით შემცირებულ ტარიფს 9 ლარსა და 94 თეთრს გადაიხდიან. მათ კი, ვინც 101-დან 300 კილოვატამდე ელექტროენერგიას ხარჯავენ, 12 ლარისა და 46 თეთრის გადახდა მოუწევთ. თავის განკარგულებით მოწონებული იქნა მემორანდუმები, რომლებიც გაფორმდა სახელმწიფოსა და ორ კომპანიას შორის, ინტერაოესი და ენერგოპრო ჯორჯია და ამ ხელშეკრულების შევიდა ცვლილება, ხელმოწერილი ხელშეკრულების შემოვიდა კომისიაში და განსაკუთრებით კომისიამ გაითვალისწინა ამ ხელშეკრულება და 1 იანვრიდან ენერგოპროს და თელასის აბონენტებისათვის, რომლებიც მოიხმარენ ენერგიას 301 კილოვატის შავით, მხოლოდ ამას გაუსახავს, მათთვის ტარიფი მცირდება 3 თეთრ დღეს გარეშე. გულდასაწყვეტია, ვინც 300 კილოვატზე მეც მოიხმარს, იმ ადამიანებს არ ეხება, ეს ჩვენთვისაც რა თქმა უნდა საწყენია, კარგი იქნებოდა რომ ყველა შეხებოდა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიმდინარეობს მუშაობა, ზუსტად ჩვენი მოთხოვნით და ამის გამო მოხდა სამთვიანი მემორანდუმის გაფორმება, იმიტომ ძალიან დიდი იყო საზოგადოებაში, ასე რომ ვთქვათ, ძალიან აქტუალური თემა იყო ტარიფების შემცირება და მოითხოვდა ხალხი, რომ რაც შეიძლება მალე მომხდარიყო და ხა 2 თვის განმავლობაში მაქსიმალურად რაც შევძელით, ეს იყო შეგვიმცირებინა 3.54 თეთრი. რატომ ვერ მოხდა ნოემბრის მოვლენების დროს დაკავებული მსჯავრდებული პოლიტპატიმრების სიაში? ჯემალ დუაძემ პროტესტის ნიშნად ციხეში შიმშილობა დაიწყო. მსჯავრდებულს პრეტენზიები უფლებადამცველ ნანა კაკაბაძისა და ბესელიას კომიტეტის მიმართ აქვს. დუაძის საქმე პარლამენტში ჯერ კიდევ პოლიტიკურ პატიმართა სიის დამტკიცებამდე შევიდა. მოგვიანებით კი მისი გვარი შესაწყალებელთა შორის მოხვდა, თუმცა მსჯავრდებული პრეზიდენტის შეწყალებაზე კატეგორიულ უარს ამბობს. პატიმარმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მას პოლიტპატიმრის სტატუსზე უარი უთხრეს. ჯემალ დუაძემ ამ თხოვნით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს მიმართა. კომიტეტმა მისი საქმე განსახილველად შეწყალების კომისიას. კომისიამ კი პრეზიდენტის ადმინისტრაციას გადაუგზავნა. პატიმარი კომიტეტის თავმჯდომარისგან ახსნა განმარტებას ითხოვს, თუ რატომ არ მოხდა ის მათ სიაში. განცხადებაში მე ვასაბუთებდი, რომ ჩემი დაკავების მოტივი თავიდან ბოლომდე იყო პოლიტიზირებული, პოლიტიკურად მოტივირებული იყო ჩემი დაკავება და ჩემი დაკავების მთავარი მიზანი იყო მაშინ იმ დროისათვის ჩემი პოლიტიკურად განეიტრალება. და მე მათ ვთხოვდი, რომ შეესწავლათ აღნიშნული განცხადება და მოენიჭებიათ პოლიტპატიმრის სტატუსი. მაგრამ მათ არათუ განეხილეს ჩემი კანდიდატურა, არამედ პირიქით გადაუგზავნეს იმ პრეზიდენტს შესაძლებლად, რომელსაც მე წლების განმავლობაში ჯემალ დუაძე 2007 წლის ნოემბრის აქციების მონაწილეა. კუდისა და სოდის თანამშრომლების მხრიდან ზეწოლა 7 ნოემბრის აქციის დარბევის შემდეგ დაიწყო. მოგვიანებით ის თაღლითობის ბრალდებით დაიჭირეს და 24 წელი მიუსაჯეს. რადგან დუაძე არ დაემორჩილა ამ გაფრთხილებას, 2008 წელს მას შეუთითხნეს ბრალდება 180 მუხლით, მოწმეები, დაშინებულ მოწმეებს დააწერინეს ჩვენება და მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა 24 წლის ვადით. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაში ჯემალ დუაძესთან დაკავშირებით 2 განცხადება ნოემბრის დასაწყისში შევიდა. ერთი უშუალოდ პატიმარს ეკუთვნოდა, ხოლო მეორე მისი ადვოკატისგან იყო. ბოლო განცხადებას თან მურბან დუმბაძის რეკომენდაცია ახლდა. ჩვენ ეს შესაბამისი ინფორმაცია კოლპატონიაკას გრუპში გადავაგზავნეთ და რამდენადაც ვიცი ის პოლიტპატიმრების სიაში ვერ მოხდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მის საკითხი არის შეუსწავლელი. რამდენადაც მარწმუნებს ეს ჯგუფი, არასამთავრობოების ჯგუფი და თავად კოლპატონიაკა ბესელიაც პროკურატურაში დამატებით მასალები აღგზავნილი მისი საქმის ხელახალი გამოძიებისათვის. კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია განმარტავს, რომ პატიმრის საქმესთან დაკავშირებით 2 განცხადება მომზადდა. ერთი პროკურატურისთვის, მეორე კი მურბან დუმბაძის რეკომენდაციის გათვალისწინებით შეწყალების კომისიისთვის. წერილი გააკეთდა სწორედ იმიტომ, რომ ბატონი დუმბაძის მომართვა იყო, რომელიც ითხოვდა შეწყალების კომისიაში გადაგზავნას ჩვენი რეკომენდაციით და მეორე, ჩვენ გავუგზავნეთ მთავარ პროკურორს, გენერალურ პროკურორს ბატონ კვილაშვილს.
პატიმარი ჯემალ დუაძე პროტესტის ნიშნად უკვე მე-10 დღეა შიმშილობს. ის პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭებას ითხოვს და პრეზიდენტისგან შეწყალებაზე კატეგორიულ უარს აცხადებს. საქმის ხელმეორედ შესასწავლად მისი საქმე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პროკურატურას გადაუგზავნა. და ეს წუთია ცნობილი ხდება, რომ გიორგი ისაკაძე მოდულის შენობა უკვე დატოვა. რამდენიმე წუთში ჩვენი კორესპონდენტი ჩაგორთვება მოდულიდან პირდაპირ ეთერში, თუმცა მანამდე გამოშვებაში რეკლამის როა რამდენიმე წუთში დღის სხვა ახალი ამბებით ბრუნდებით ეთერში. ცხინვალიდან ჩამოყვანილი მომაკვდავი პაციენტი ახალგაზრდას თბილისში სიცოცხლე შეუნარჩუნეს. ძლეოსნობაში ვარჯიშობს, სახლში რომ მოვიდა უეცრად ცუდად გახდა, ხელფეხი წაერთვა. ცხინვალში გვითხრეს ჩვენ ვერაფრით დაგეხმარებით და თბილისში გადაიყვანეთ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ თავის მშობლიურ ცხინვალში ეს ბიჭი უკვე შეძლებს თავისი ფეხით წასვლას. მეწარმეებისთვის საგადასახადო კოდექსი მარტივდება, რაც ცვლილებებს ითვალისწინებს ახალი პაკეტი, რომელიც ახალი წლიდან ამოქმედდება. ბევრი ძალიან კარგი ინიციატივა შევიდა მთავრობის მიერ პარლამენტში და იმედია, რომ პარლამენტიც სამფორმით ამტკიცებს. უნებრივია ეს სარგებლოს მოუტანს როგორც ბიზნეს, ზოგადად ქვეყანას. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. პრეზიდენტი ვეტოს უფლებას ნაწილობრივ გამოიყენებს. მიხეილ სააკაშვილი ამნისტიის კანონპროექტის ერთ ნაწილს ვეტოს დაადებს. პროექტი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს საღამოს შევიდა. შესაბამისი განცხადება კი ქვეყნის პირველმა პირმა ცოტა ხნის წინ სტუდენტებთან შეხვედრის დროს გააკეთა. პრეზიდენტი პროექტის ნაწილს საფრთხის შემცველად მიიჩნევს. აგიკითხავთ ნაწყვეტ სააკაშვილის განცხადებიდან. გამოუშვან გადამტრიალებლები, რუსეთის აგენტები. პუტინი კიდევ ერთხელ შეაქებს თავზე ხელს გადაუსვამს და იტყვის, რომ საქართველოდან პოზიტიური სიგნალებია. მე დავადებ ვეტოს ამას და იმასაც, რომ ყველა სხვა დანაშაულში გახავთ პედოფილია, რომელიც არ იკურნება. განაცხადა დღეს მიხეილ სააკაშვილმა. ქვეყნის პირველ პირს ასევე შენიშვნები აქვს ეგრეთ წოდებული პოლიტპატიმართა სიასთანაც. მე მინდა ყველას უთხრა. იმედი მაქვს, რომ ამათ უშვებენ ჩემ ჯინაზე და არა ვიღაცის დაკვეთით, იმიტომ რომ თუ რუსეთს აგენტებს უშვებ, რასაც ასეთ ქვეყანა არ აკეთებს, ასეთ მასობრივად, ეს ან ჩემ ჯინაზე კეთდება და მაშინ კიდე გავიგებ, ან რუსეთი ან პირდაპირ რუსეთის შემოტევით დაკვეთით. აიღოს პასუხისმგებლობა პარლამენტმა, რომ პედოფილებს უშვებს გარეთ და უშვებს სახელმწიფო გადამტრიალებლებს და უშვებს რუსეთის ჯაშუშებს. მაგრამ მე ნამდვილად საღაზრდას ამას არ მოვაწერ ხელს. ეს მინდა უთხრა თითოეულ მათგანს. ერთის უკვე მოსალოდნელი იყო, რომ პრეზიდენტი ვეტოს დაადებდა ამ კანონპროექტს, იმიტომ რომ ზოგადად ამნისტიის წინააღმდეგი მას არაფერი ჰქონდა და ის ამბობდა, რომ ამნისტიას როგორც ჰუმანურ აქტს ეთანხმება. უბრალოდ ამავე კანონში ჩაიდო ძალიან პოლიტიზებული საკითხი, ეს არის ეგრეთ წოდებული პოლიტპატიმართა და პოლიტევნილთა საკითხი და რა თქმა უნდა, ახლა პრეზიდენტი თავის ხელმოწერით არ დაადასტურებდა იმას და არ აიღებდა პასუხისმგებლობას იმაზე, რაც არ არსებობს. მესმის სააკაშვილს არ უნდა აღიარება, რომ ყავს პოლიტიკური პატიმრები და არ უნდა მათი გათავისუფლება, მაგრამ პარლამენტმა, რომელმაც აღიარა ეს ადამიანები პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულად და დევნილად მათი ციხეში დატოვება არ შეიძლება, ამით ჩვენ დავარღვევთ ევროსაბჭოს წინაშე ვალდებულებას. ცხინვალიდან ჩამოყვანილი პაციენტი, რომელსაც ქართველმა ექიმებმა სიცოცხლე შეუნარჩუნეს. 17 წლის აღსარდა პლიები სავარაუდოდ ერთ თვეში ფეხზე გაივლის. ფილტვების ანთებითა და სეფსისით დაავადებული პლიები ოკუპირებული რეგიონიდან თბილისში მას შემდეგ გადმოიყვანეს, რაც ადგილობრივმა ექიმებმა მას სათანადოდ ვერ უმკურნალეს. ჟვანიას სახელობის კლინიკაში მყოფი პაციენტის ოჯახს დღეს ჩვენი კორესპონდენტი სალომე ფაშტიანი შეხვდა. Как твое здоровье, как себя чувствуешь? ძიმედ დაავადებული შვილი სამკურნალოდ ცხინვალიდან თბილისში 3 თვის წინ ჩამოიყვანა. დედა ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ქართველი ექიმები შვილის გადარჩენის ერთადერთი შანსი იყო. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ძიმე მდგომარეობაში მყოფი მოზარდი სამკურნალოდ თბილისში ჩამოიყვანა. ძლეოსნობაში ვარჯიშობს, სახლში რომ მოვიდა უეცრად ცუდად გახდა, ხელფეხი წაერთვა. ცხინვალში გვითხრეს ჩვენ ვერაფრით დაგეხმარებით და თბილისში გადაიყვანეთო. ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობა რთული იყო. სეფსისის გარდა მას ქვედაკიდურების სისუსტე და ორივე ფილტვის ანთება აღენიშნებოდა. პირველსავე დღეს ბავშვი გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე და დაივიწყეთ ბრძოლა მის სიცოცხლესთან. პაციენტის უკიდურესად მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, ქართველმა ექიმებმა მოზარდის გადარჩენა შეძლეს. კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ახალგაზრდის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია. მან ეს ინფექცია გადაძლია და ამ მხრივ უკვე მისი მდგომარეობა სრულიად გამოჯანმრთელებულია. ქართველი ექიმები დედას აიმედებენ, რომ აღსარდა პლიევი ერთ თვეში სრულიად გამოჯანმრთელდება. მოზარდს ჯერჯერობით არც საუბარი შეუძლია და არც სიარული. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ თავის მშობლიურ ცხინვალში ეს ბიჭი უკვე შეძლებს თავისი ფეხით წასვლას.
პაციენტი ამჟამად რეაბილიტაციის კურსს გადის. საკუთარ ოჯახს კი ერთ თვეში გამოჯამრთელებული დაუბრუნდება. საგანგაშო სტატისტიკა შერჩევითი აბორტების გამო ბოლო კვლევა მაჩვენა, რომ საქართველოში ახალდაბადებულ გოგონებსა და ბიჭებს შორის თანაფარდობა ასეთია: 100 გოგო და 111 ბიჭი, რაც დასაშვებ ნორმას საგრძნობლად აღემატება. გენდერულ დისბალანსზე საუბრობენ ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ანგარიშებშიც და მთავრობას შერჩევითი აბორტების აკრძალვისკენ მოუწოდებენ. კიდევ ერთი საგანგაშო მონაცემი. ბოლო გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ საქართველოში აბორტების რიცხვი ოფიციალურ მონაცემებს 7-ჯერ აჭარბებს. თუ მქონდა რაღაცა სურვილი ბიჭის ყოლის მქონდა, იმიტომ რომ ჩემს მეუღლეს უნდოდა. მაია მიშველიძე 4 ქალიშვილის დედა ამბობს, რომ მეუღლეს ვაჟის ყოლა განსაკუთრებულად უნდოდა. გულის წყდებოდა ყოველი მორიგი გოგოს გაჩენის მერე, მაგრამ რამდენადაც გულის წყდებოდა, შემდეგ იმდენად უფრო მეტად უყვარდა. შემთხვევები ვიცი და გამიგია, რომ კაც გაჩენია დაუშვათ მეოთხე გოგო, მესამე და საერთოდ მიუტოვებია ცოლი სამშობიაროშივე და დაკარგულა. მაია მიშველიძე იმ დედების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც ბავშვის არასასურველი სქესის გამო ორსულობის ხელოვნურ შეწყვეტას დაუშვებლად მიიჩნევენ. თუმცა საქართველოში დაბადებული ჩვილების სქესთა თანაფარდობა იმაზე მეტყველებს, რომ შერჩევით აბორტებს ხშირად მიმართავენ. კერძოდ, თუ კი მსოფლიოში ბუნებრივ ნორმად ყოველ 100 გოგონაზე 105 ბიჭის დაბადება ითვლება, საქართველოში 100 ახალშობილ გოგონაზე 111 ბიჭი მოდის. არის თუ არა შერჩევითი აბორტი სქესთა არაბუნებრივი თანაფარდობის მიზეზი? მთავარი მიზეზი შეიძლება არ იყოს, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი იყოს. მეან გინეკოლოგი დავით გაგუა ამბობს, რომ არასასურველი სქესის ნაყოფის მოშორების სურვილი მისი პაციენტებიდან ბევრს ჰქონია. პრობლემის მოგვარებას იგი ნაყოფის სქესის ადრეულ ეტაპზე განსაზღვრის აკრძალვაში ხედავს. 12 კვირა იზღვარია, რომლის ზემოთაც აბორტის გაკეთება საქართველოში სპეციფიური გამონაკლისების გარდა კანონით იკრძალება. შეიძლება ყოფილა ასეთი ისე შემთხვევა. როცა 2-3 გოგონა ყავთ და არუდათ კიდე გოგონა და უნდათ რომ ბიჭი შეეძინათ. კი, ესეთი შემთხვევები რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ მე არ ამგონია რომ რაღაც დიდ გავლენას ახდენდეს ეს სელექტიური აბორტი, თქვათ, მაჩვენებელზე და მკვეთრად ზრდიდეს აბორტების მაჩვენებელზე. გენდერის სოციოლოგი ეკა აღდგომელაშვილი ამბობს, რომ ბავშვის სქესის შერჩევა ის ფენომენია, რომელიც პატრიარქალური ტრადიციების ქვეყნებს ახასიათებს. თუ კი მანამდე თქვათ აჩენდნენ 2-3 4-5 გოგონას მანამდე სამ ვაჟი არ გაჩნდებოდა, თქვათ დღეს ეს შეიძლება იყოს ჩანაცვლებული სწორედ სელექციური აბორტით. ქალს კულტურულად უფრო დაბალი შეფასება, უფრო დაბალი ღირებულება აქვს საქართველოში, შეიძლება ასე ითქვას, ვიდრე მამაკაცს. სპეციალისტები იმ სავარაუდო შედეგებზეც საუბრობენ, რომელიც ქვეყანაში არაბუნებრივად ბევრი ბიჭის დაბადება შეიძლება მოხდეს. ამან შეიძლება მიგვიყვანოს კრიმინალის გაზრდამდე, ტრაფიკინგის გაზრდამდე, სექსუალური ძალადობის საფუძველზე ჩადენილი დანაშაულებების ზრდაზე და ასე შემდეგ. ილიას უნივერსიტეტის პროფესორი თათა ცოფურაშვილი საქართველოში ცოტა ხნის წინ ჩატარებულ იმ კვლევას იხსენებს, რომლის შედეგებმაც სქესთა მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება აჩვენა. საოცარი მაჩვენებელი იყო ფაქტურად ლომის 70%-მდე გამოკითხულთაგან უპასუხეს, რომ მათ ურჩევნიათ ერთი შვილი თუ ეყოლებათ ყავდათ ბიჭი. ის რომ ჩვენ ამას რეგულარულად არ აღვქვათ, ეს მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ჩვენ ვართ პატრიარქალური საზოგადოება ჯერ კიდევ. სქესის შერჩევის საფუძველზე ლეგალური აბორტების აკრძალვისკენ სომხეთთან, აზერბაიჯანთან და ალბანეთთან ერთად საქართველოს ევროსაბჭოს ასამბლეამაც მოუწოდა, თუმცა რეკომენდაცია ჯერჯერობით შესრულებული არ არის. და ჩვენ ისევ დაუბრუნდებით მოდულის შენობას, რომელიც ცოტა ხნის წინ გიორგი ისაკაძემ დატოვა, რა თქვა ბიზნესმენმა შენობიდან გამოსვლის შემდეგ, ამას ზვიად ხუჯაძე გვეტყვის, რომელსაც პირდაპირ ეთერში ჩავრთავთ ახლა მოდულის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან. ზვიად გისმენთ, რა საცხადებს ისაკაძე, რა ინტერესებდა გამოძიებას. დაახლოებით 7 საათიანი დაკითხვის შემდეგ გიორგი ისაკაძემ დაახლოებით რამდენიმე წუთის წინ მოდულის შენობა დატოვა. მან განაცხადა, რომ არ არის არაფერი საგანგაშო და მედიამს მოუწოდა, რომ ნუ ატეხავს ნურცერთი დაკითხვაზე მოსული ადამიანის მიმართ განსაკუთრებულ აჟიოტაჟს. მან ყველა შეკითხვას პასუხი გასცა, როგორც ის ამბობს ჟურნალისტებთან საუბარში და ძირითადად მისი დაკითხვის თემა შეეხებოდა ქართულ ბანკს. ჩვენ ახლა შეგვიძლია პირდაპირ ეთერში მოვისმინოთ გიორგი ისაკაძის კომენტარი. საუბარი იყო იმაზე, რეალობაზე და არაფერზე არ იყო საუბარი, აქ იყო საუბარი ფაქტობრივ მდგომარეობაზე. ეს ხალხი მუხჩაუხრელად დღედაღამე მუშაობენ იმაზე, რომ სიმართლე დადგინდეს, არიან მაღალპროფესიულები, უზრდილობიანესი და ძალიან კარგი ხალხია და შესაბამისად აბსოლუტურად ნორმალურ ვითარებაში ჩაიარა ყველაფერმა. აჟიოტაჟის ატეხვა ჩემს თუ ნებისმიერი სხვა ადამიანის შესვლაზე ამ შენობაში, რომ ეს ყველაფერი გრძელდება დიდხანს, არის უბრალოდ პროცედურები, რომელსაც სჭირდება რამდენიმე საათი და ეჯდება იმათ, რომ თქვენ ახლა კანკალებთ.
საგამოძიებო ორგანოების თანამშრომლების შექების შემდეგ გიორგი ისაკაძემ მოდულის შენობა დატოვა. მე შეგახსენებთ, რომ ის დაახლოებით 7 საათიანი დაკითხვის შემდეგ მოდულის შენობიდან გამოვიდა და ძირითადად მისი დაკითხვის თემა ქართულ ბანკს შეეხებოდა. გმადლობ ზვიად, ეს იყო პირდაპირ ჩართვა მოდულის შენობიდან, სადაც რამდენიმე წუთის წინ გიორგი ისაკაძის დაკითხვის პროცესი დასრულდა. სასტუმრო სკოლის ტერიტორიაზე თბილისის ერთ-ერთი სკოლის შენობის გასხვისების ფაქტით მალე შესაძლოა გამოძიება დაინტერესდეს. საუბარია ვაზის უბანში მდებარე მე-40 საჯარო სკოლაზე, რომელიც ჩაშკინის მინისტრობის პერიოდში კერძო მესაკუთრეს მიჰყიდეს. მოსწავლეები და პედაგოგები კი სხვა სკოლაში გადაიყვანეს. ოპტიმიზაციის შემდეგ საჯარო სკოლაში სასტუმრო გაიხსნა. ვაზის უბნის ერთ-ერთი მიკრორაიონი კი სასწავლებლის გარეშე დარჩა. ამ შენობაში რამდენიმე წლის წინ მე-40 საჯარო სკოლა ფუნქციონირებდა. დღეს კი აბრადა შენობის შესასვლელში დაკიდებული წითელი ფანები მიგვანიშნებს, რომ აქ სასტუმროა, რომელიც ჩინურ კომპანიას ეკუთვნის. სტატიას გაზეთი ალია აქვეყნებს. ახალი ბრძანება იყო, რომ რესტრუქტურიზაციის შედეგად დარჩეს შემდეგი სკოლები და ჩამონათვალში იყო მე-40 სკოლა. ვაზის უბნის მესამე მიკრორაიონში მცხოვრებნი ორი სკოლის ოპტიმიზაციის მიზეზად ბიზნეს ინტერესებსა და პოლიტიკურ მოტივებს ასახელებენ. მე-40 საჯარო სკოლის 172-თან მიერთების შედეგად კლასში მოსწავლეების რაოდენობა გაიზარდა, რის გამოც მშობლების ნაწილმა ბავშვების რაიონში გადაყვანა ამჯობინა. საეჭვო ხმა იყო, რომ რადგან აქ საარჩევნო უბანი იყო, ნაციონალებმა წააგეს, მერე სამაგერო გადაგვეხადეს. მე-40 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი ნანა ჩეკურიშვილი პოლიტიკურ მიზეზებზე საუბრობს. ამბობს, რომ მაშინდელი მინისტრის დიმიტრი შაშკინის ბრძანებულებით ოპტიმიზაციის შედეგად მე-40 სკოლის გაუქმება არ იგეგმებოდა. არ ვიწევდი იმ ნდობას მართველ ძალაში, ნაციონალურ მოძრაობაში და ნაკლებად იყო შესაძლებელი ალბათ ჩემის მხრიდან მათ დამი ისეთი უსიტყვო მორჩილება, როგორცაც სხვა განახორციელებდა. ლალი ჯანაშვილი მე-40 საჯარო სკოლის ყოფილ პედაგოგებს შორის ერთ-ერთია, რომელიც სკოლების შეერთების შემდეგ მალევე გაათავისუფლეს. მითითება ქონდა მუნიციპალიტეტთან მიცემული, რომ ლალი ჯანაშვილს ჩვენ არ ვიცნობთ, არ ვენდობით და უნდა გავეშვათ სკოლიდან. 172 სკოლის დირექტორი ამბობს, რომ სკოლების შეერთება სამინისტროს გადაწყვეტილებით მოხდა. ელისო დოლაკიძე მე-40 სკოლის ყოფილ პედაგოგთა უკანონოდ გათავისუფლების ფაქტებს უარყოფს. მე არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ ყოფილვარ ჩემი ცხოვრების და მოღვაწეობის არც ერთ ეტაპზე. აქედან გამომდინარე, მე აბსოლუტურად ვემორჩილებოდი მაშინაც და ვემორჩილები დღესაც ზემდგომის ამ შემთხვევაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. ისან-სამგორის რაიონის საგანმანათლებლო ცენტრში ორი სკოლის ოპტიმიზაციის მიზეზად ბავშვთა მცირე კონტინგენტს ასახელებენ. 350 ბავშვამდე სწავლობდა ამ სკოლაში, პედაგოგების რაოდენობაც დაახლოებით 50 იყო და შეუერთდა მეტნაკლებად ახლომდებარე სკოლას. რესურს ცენტრის ინფორმაციით 172 საჯარო სკოლაში პედაგოგთა შემცირებაც ბავშვების რაოდენობას უკავშირდება. ბიზნესმენებისთვის საგადასახადო კოდექსი იცვლება ცვლილებების პაკეტი, რომელიც გადასახადების შემცირებასა და გამარტივებას გულისხმობს. პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო. 20-მდე ინიციატივის შედეგად მეწარმეებს ჯარიმებისა და საურავების ოდენობა გაუნახევრდებათ. საკანონმდებლო პროექტი მთავრობამ ბიზნეს ჯგუფებთან კონსულტაციების შემდეგ მოამზადა. ბიზნესისთვის საგადასახადო ადმინისტრირება მარტივდება. მცირდება სამეწარმეო საქმიანობის დარღვევისთვის დადგენილი ჯარიმებიც. შეცვლილი საგადასახადო კოდექსით მეწარმეების სალარო აპარატის გამოყენების წესის გადაცნომისთვის 500-ის ნაცვლად 200 ლარს გადაიხდიან. 4-ჯერ იკლებს დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენისთვის სანქციის ოდენობა. 1/100%-ით მცირდება საურავის განაკვეთი. საგადასახადო დავალიანების გადახდის ვადა კი 1-დან 3 წლამდე იზრდება. ამასთან ერთად შედის სხვა ცვლილებებიც, რომელზეც ასოციაცია დიდი ხანი მუშაობდა, იგივე 254 მკვლევრის რომელიც გავების საკითხი და იძულებით აღსრულება შეეხება. ბევრი ძალიან კარგი ინიციატივა შევიდა მთავრობის მიერ პარლამენტში და იმედია, რომ პარლამენტიც სამფორმი დაამტკიცებს. იმპორტის გადასახადიდან 6 თვით თავისუფლებიან თამბაქოს იმპორტიორი ფირმები. იმ ქვეყნებიდან, რომელთანაც საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეყრილება არ აქვს, კომპანიები 12%-იან საბაჟო მოსაკრებელს 1 ივლისიდან გადაიხდიან. ყველა კომპანიას ეხება სხვადასხვა რამ, მაგრამ მე პოზიტივს ხედავ იმას, რომ როცა ჩვენ დავიწყეთ საუბარი ფინანსის სამინისტროსთან, მათ გაითვალისწინეს ჩვენი თხოვნა, ასე ვთქვათ, პროგნოზირებადი რომ ყოფილიყო ეს ცვლილება და არა იანვრიდან, არამედ 6 თვის შემდეგ შემოიტანეს ეს ცვლილებები, რაც გარკვეული პროგნოზის საშუალებას უკვე იძლეოდა, გარკვეული დაგეგმის და გადაწყობის საშუალებას იძლევა კომპანიებისათვის.
ცვლილებების პაკეტს, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებულად განიხილავს, ფინანსთა მინისტრი ჯანსაღი ეკონომიკური გარემოს შექმნისა და ბიზნესთან ეფექტური ურთიერთობის სურვილით ხსნის. ჩვენი ამოცანაა, რომ ბიზნესი იყოს მაქსიმალურად დაცული, ბიზნესს კონდეს მაქსიმალური ხელშეწყობა იმისათვის, რათა მათ შექმნან ახალი სამუშაო ადგილები და განავითარონ ქვეყნის ეკონომიკა. საგადასახადო ცვლილებებთან ერთად პოზიტიურ სიგნალს მსხვილი ბიზნესი მთავრობის მაკროეკონომიკურ პროგნოზსაც იღებს. 6%-იანი ეკონომიკური ზრდა, ინფლაციის 3%-იანი მაჩვენებელი, ინფრასტრუქტურულ და სასოფლო-სამეურნეო პროექტებზე გაწერილი 1,700 მილიონი ლარის საბიუჯეტო რესურსი და დაგეგმილი 2 მილიარდიანი უცხოური ინვესტიცია საბანკო და კორპორაციულ ბიზნესს განვითარების ახალ სტიმულს უჩენს. როგორც ასე ვთქვათ, სამთავრობო მოლოდინები არსებობს, რომ 2013 წელი იყოს რეკორდული უცხოური ინვესტიციების მოზრდის კუთხით, რაც ირიბად ნიშნავს იმას, რომ ამ შემთხვევაში ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ სესხებზე მოთხოვნა გაიზარდოს. ჩვენთვის საინტერესო იყო იმის მოსმენა, თუ რაოდენობის ინვესტიციებს ელოდება ხელისუფლებამ მომავალ წელს, როგორი ეკონომიკური ზრდა გვექნება 2013-ში და თუ ეს პროგნოზები გამართლა, ბუნებრივია ეს სარგებლოს მოუტანს როგორც ბიზნესს, ზოგადად ქვეყანას. საგადასახადო კანონმდებლობის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით ფინანსთა სამინისტროს სამსაკონსულტაციო საბჭოს შექმნის. მსხვილ საშუალო და მცირე მეწარმეებთან ერთად ხელისუფლება ექსპერტთა რეკომენდაციებსაც მოისმენს. სახალხო პიროტექნიკის გამოყენებაზე შეზღუდვები წესდება. თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, მესტია 4 აეროპორტის ტერიტორიაზე შუშხუნებით სარგებლობა კატეგორიულად იკრძალება. შეზღუდვები ასევე ასაკობრივ ჯგუფებზეც. 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის პიროტექნიკის მიყიდვა ნებადართული არ იქნება. აკრძალვის მიუხედავად წესები მაინც ირღვევა. ახალი წლის მოახლოებასთან ერთად პიროტექნიკაზე მოთხოვნა იზრდება. მაშხალებზე მითითებულია, რომ მათი გაყიდვა 18 წლამდე ასაკის პირთათვის აკრძალულია, თუმცა ძირითადი მომხმარებლები მაინც ბავშვები არიან. ყოველ წელს ვკიდულობ ბავშვის დასაბეთქებას, რომელიც სასიხარულოა ბავშვისთვის. ახალი წელი ყველასთვის სასიხარულოა და ასაფეთქებლები, ფეიერვერკები ეს ძალიან ლამაზ გულის ახალ წელს უფრო საინტერესო არის ახალი წელი. საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი ახალი წლის დღეებში საგანგებო რეჟიმით იმუშავებს. 112-ის თანამშრომლები ამბობენ, რომ დასვენების დღეებში გამოძახებების ზრდას ელოდებიან. შინაგან საქმეთა მინისტრმა 112-ის მუშაობის გრაფიკი დღეს თავად შეამოწმა. ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ძალიან გამოფილი ვარ მე თანამშრომლების მუშაობით. აქვე მინდა მოსახლეობას განვმარტო, რომ ახალი წლების მოახლოებასთან დაკავშირებით ეს ცენტრი 112 იმუშავებს სრული დატვირთვით. სპეციალური განცხადება გააკეთა დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა. სტრატეგიული ობიექტების მიმდებარედ პიროტექნიკის გამოყენება დაუშვებელია. სადღესასწაულო პერიოდში საქართველოს 4 აეროპორტში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. ჩვენ მოუწოდებთ მოსახლეობას, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე და მათ მიმდებარედ არ იქნას გამოყენებული პიროტექნიკა, ეს კანონმდებლობით არის აკრძალული. ასევე მოუწოდებთ, რომ დაიცვან სიფრთხილის ზომები. პიროტექნიკის გამოყენებას გასულ წლებში ბავშვების სხეულის დაზიანება მოჰყვა. და გამშვების ბოლოს რა ჩავიცვათ საახალწლო დღეებში 2013 წლის ტენდენციები და აქტუალური ფერები. აღმოჩნდა, რომ გველის წელიწადში აქსესუარებით და ძველი ნივთებით გაფორმებული სამოსია მოდური. მოდის მიმდევრებს წინა საახალწლო რჩევებს დიზაინერი ავთანდილ სკვიტენიძე აძლევს. როგორც ვიცით, ყველაზე მოდური და ორიგინალური ნივთის აღმოსაჩენად საუკეთესო ადგილი მაინც ბებიის სკივრია, თუმცა ჩვენ ძალიან ხშირად ამ ძვირფას სკივრს გვერდსაუვლით ხოლმე და მოდური სამოსის საძებნელად მაღაზიებში მივდივართ. რა არის მოდაში ახალ წელს? ეს შეკითხვა ჩვენი ყველაზე დიდი ბებიისთვისაც ისეთივე აქტუალური იყო, როგორც ჩვენთვის. იმის გასარკვევად, თუ როგორ სამოსზე შევაჩეროთ ყურადღება ახალი წლისთვის ავთანდილის სახლს ვეწვიეთ. ვერცხლისფერი, რომელიც ასევე თითქმის სავალდებულოა ამ სეზონზე. ოქროსფერი არის აქტუალური, მაგრამ ის ფაქტიურად დაჩრდილა უკვე აი საკმაოდ მკვეთრმა ლურჯმა, რომელიც ძირითადად თუ ჰოროსკოპებს დავუჭერებთ, აუცილებელია რომ გეცვეს ახალ წელს. როგორც დიზაინერმა გითხრა, საახალწლოდ აგრეთვე აქტუალურია წითელი ფერის კომბინეზონი. ამ ერთი შეხედვით სადასამოსისთვის გამოსასვლელი იერის მიცემა არც თუ ისე რთული აღმოჩნდა. მასთან თუ ვერცხლისფერ კლაჩს დავიჭერთ და საკმაოდ ჭკვიალა ფეხსაცმელებს ჩავიცმევთ, უკონკურენტოდ იქნებით ახალ წელს. ავთანდილი ქალბატონებს 2013 წელს ღრმა დეკოლტეების ჩაცმასაც ურჩევს. ბოდაში ბრუნდება ისეთი ელემენტებით გაწყობილი სამოსი, რომელიც მრავალი წლის წინ იყო აქტუალური. ამას გარდა დიზაინერი მომხმარებელს უფრო თავისუფალ სტილსაც სთავაზობს. ასევე გავაკეთეთ მეორე ხაზი, რომელიც თბილისი მოლშიც არის. უფრო თინეიჯერებს თავაზობთ, ვისაც ძალიან გადაბრანჭვა არ უყვარს, მაგრამ უნდა რომ იყოს გაბრანჭული. აი ესეთი ქვედაბოლოები,
მაისურები, ანუ პირველი ხაზიდან თუ კამეის თემა არის ნამდვილი კამეები, აქ არის უკვე პრინტის სახით. მეტალებით გაწყობილი ფეხსაცმელი, ხავერდის მოსასხამები, ფანქრის ფორმის შუალედური სიგრძის ქვედაბოლოები, ძველებური აქსესუარები და ლიპებიანი განიერი პიჯაკები 2013 წლის ყველაზე მოდური ტენდენციებია. მიუხედავად იმისა, რა ფერსა თუ სილუეტს მიენიჭებენ უპირატესობას დიზაინერები, სამოსის მოდურს მაინც ვერ უწოდებთ თუ ის ქუჩაში არ აცვიათ, მაგრამ მაინც მოდაში ყოველთვის არის ის, რაც ადამიანს ყველაზე მეტად უხდება. და ახლა ეკაბერიძის მთავარი კითხვა, ვინ იქნებიან გადაცემის სტუმრები, ამასაკა თავად გვეტყვის ეკას აღმომშვიდობისა. საღამომშვიდობისა თამთა მივესალმები მაყურებელს. როგორია შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიცია ამნისტიასთან დაკავშირებით? მთავარ კითხვას დღეს ირაკლი ღარიბაშვილი უპასუხებს. გადაცემის მეორე ნაწილში როგორ აპირებს უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას? დავით საგანელიძე. და გადაცემის ბოლოს რა შეიცვალა ქართველი ემიგრანტებისთვის ხელისუფლების ცვლილების შემდეგ? გიორგი სიგუა იქნება ჩვენი სტუმარი. გვადლობთ ეკა, მთავარი კითხვის ანონსი ეკაბერიძემ გაგვაცნო. ასეთი იყო დღის მთავარი თემები საღამოს 9 საათისთვის, მე ხვალ მომდე გემშვიდობებით.